ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გიზურობთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. შუადღემშვიდობის მეგობრებო, დღეს 8 აპრილია, შაბათი დღე, შესაბამისად იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას პირდაპირ ეთერში სამედიცინო რადიო გამოშვება, რომელსაც სერგო კობალავა უძღვები. ჩვენ უახლოესი 9 საათის განმავლობაში ვიქნებით ერთად და ძალიან აქტუალურ საკითხს გავაჟღერებთ. ძალიან საინტერესო თემას შევეხები და იმედი მაქვს ამ თემის ირგვლივ, ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად მიიღებთ საინტერესო და რაც მთავარია პროფესიულ პასუხებს. ვინ იქნება ჩვენი სტუმარი და რაზე აიგება გამოშვება, ამას რამდენიმე წამში გეტყვით. როგორც ნებისმიერი გადაცემის დასაწყისში შაბათ შეგახსენებთ აუცილებელ ინფორმაციას თუ რა თქმა უნდა აქტიურად გსურთ ჩაერთოთ დიალოგში ჩვენ სტუმართან. პირველ რიგში ეს არის ტელეფონის ნომრები 292 11 88 292 11 99 შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობისას დაარეკოთ სტუდიაში და ჩვენ სტუმარს უშუალოდ გაესაუბროთ. კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებით, მისამართზე რადიო იმედის კლინიკა, თემა ანონსირებული იყო. ვინც აქცევთ ყურადღებას, აუცილებლად გეცოდინებათ რაზე ვსაუბრობთ და კითხვები რაც აქამდე იყო გამოგზავნილი და რაც ასე თუ ისე დღევანდელ თემას შეეხება, აუცილებლად დასმული იქნება გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ სტუმარს. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მას დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ლალი მჭედლიშვილი, ავერსის კლინიკის ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, ხოლო თემა კი შემდეგი შევარჩიეთ: თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ანუ ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მოკლედ თუ როგორ ხდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება და რაღაც გარკვეულ ნიუანსებზე გავამახვილებთ ყურადღებას. თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს გავშიფრავთ, რა დაავადებებთან გვაქვს ამ შემთხვევაში შეხება, რატომ ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ძალიან მოკლედ განვიხილავთ სხვადასხვა ფორმას, რადგან უამრავია ასეთი პათოლოგია და ალბათ 2-3 თვიანი გადაცემათა ციკლი არ გვეყოფა სრულიად რომ ამოვწუროთ ეს საკითხი. დიდ ყურადღებას გავამახვილებთ კლინიკური გამოვლინებების თავისებურებებზე და კონკრეტულ საინტერესო სიმპტომატიკაზე, მაგალითად თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკაზე და ნეირორადიოლოგიაზე, რა დიდი წვლილი მიუძღვნის ნეირორადიოლოგიურ მეთოდებს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკის საკითხში. მოკლედ ეს მცირედი ჩონჩხი მოდით ასე ვთქვათ დღევანდელი გამოშვების, დანარჩენს კი ქალბატონი ლალი მჭედლიშვილი უფრო პროფესიულ ენაზე მოგვაწვდის. მადლობას გადავხდით იმას მობრძანებისთვის. გამარჯობა. მადლობთ, თქვენც ასევე დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს რადიოს მსმენელებს და მართლაც როდესაც ჩვენ საუბრობდით რა თემა შეიძლებოდა, უბრალოდ მეც ვფიქრობდი რა თემა შეიძლებოდა გაგვეჟღერებინა ჩვენს რადიოს მსმენელებისთვის, ძალიან აქტუალური და არც არ დაკარგავს ალბათ აქტუალობას ეს თემა. ეს არის თავის ტვინის სისხლისიმოქცევის მოშლა. რამე თუ ფაქტიურად ამ პრობლემით გამოწვეული ეს შედეგები ლეტალობას დღეს მთელს მსოფლიოში თავისი რეიტინგით 3-ში შედის გულსიდათა სისტემის დაავადებების ან ლეტალობით გამოწვეული პრობლემები, ასევე ონკოლოგიურ პრობლემებთან ერთად სწორედ თავის ტვინის სიზარღვებით პრობლემებით გამოწვეულია სწორედ შედეგები საკმაოდ ხო და ლეტალობა საკმაოდ მაღალია. მეთანხმებით ქალბატონ ლალი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგია მედიცინაში, რადგან ძალიან ხშირად ის არავლენს არანაირ პრეკლინიკურ სურათს და ვლინდება უშუალოდ ინსულტით, თავის ტვინის ინფარქტით, სავალალო გართულებებით და ასე შემდეგ. ამიტომ შესაბამისი პროფილის პათოლოგიების პრევენცია, პროფილაქტიკა ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში. ძალიან მოკლედ, როგორ ხდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება და რაიმე საინტერესო ნიუანსები არსებობს? დიახ, მოგახსენეთ, ფაქტიურად საუბარი გქონდა იმაზე, რომ თავის ტვინი თავისი მასით არის 1400 გრამი, ხო? და წარმოიდგინეთ, ანუ ტვინიდან გადასროლი სისხლის 20-25% სწორედ აი ამ პატარა ორგანოს ხმარდება. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია იმისაც, რომ
თავის ტვინმა თავისი სრულყოფილი ფუნქციას შეასრულოს. აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენ ვისაუბრებთ იმ გზაზე, რაზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზას გაივლის გულიდან გადასროლის სისხლი ტვინის უჯრედამდე, ტვინის ქსოვილამდე და სწორედ აი აქ არსებული ყველა დაბრკოლება, როგორც იქნება სიზარღვის შიგნით, ასევე სიზარღვის გარეთ, ყოველთვის მოახდენს გავლენას თავის ტვინის სისხლის მოქცევის მოშლაზე. ერთ-ერთი აი სწორედ რატომ საუბრობთ აი კონკრეტულად ის ანატომიურ აგებულებაზე, იმიტომ რომ ფაქტიურად ორი ძირითადი ეს არის ორი ძირითადი გზად გამოვყოფთ, ანუ პირველი ეს არის მაგისტრალური, აი ამიტომ მაგისტრალური სიზარღების საძილე არტერიებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერიებია ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც გულიდან თავის ტვინის ქსოვილამდე, ფაქტიურად ტვინის ესე ვთქვათ ჩონჩხამდე, ტვინის მძლოვან სტრუქტურამდე მიაქვს სისხლი. ოდეში გაწყვეტინებთ, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოისინჯოს გარეთ საძილე არტერია თუ პულსაცია თუ კისერზე მიიდებს ხელს. მიიდებს ხელს, დიახ. და ფაქტობრივად ანატომიურად სწორედ ისეთი აგებულება აქვს, რომ წინიდან მას ფარავს კუნთოვანი სისტემა, იმისაც რომ ის დაცული იყოს გარე დაზიანებისაგან. და რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი არის ხერხემლის არტერიებიც, ეს არის ორი წყვილი, ანუ ორი საძილე არტერია და ორი ხერხემლის არტერია, ანუ წყვილია, რომელიც ასევე გადის ხერხემლის კარკაში, ანუ კისრის სეგმენტში. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა ის პათოლოგიაც, რომელიც კისრის სეგმენტში, ანუ ხერხემლის პრობლემა შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება გახდეს ამ არტერიებზე ზეწოლის შედეგი, ანუ და მოახდინოს გარკვეული ცვლილებები სისხლის მოქცევის მოშლაში თავის ტვინში. რაც შეეხება აი სწორედ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აი ჩვენ მქონდა საუბარი თქვა აი შინაგან და გარეგან ფაქტორებზე რა შეიძლება იყოს. ანუ უბრალოდ ყოველს ან დღევანდელი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გარეგანი ფაქტორები ეს არის სტრესი. ანუ სტრესი, რომელიც ფაქტიურად ანუ ეს მაშინვე არ ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ დროში განხანგრძლივებული სტრესი, როდესაც ხდება სიზარღვების შევიწროება, ანუ ანგიოსპაზმი, ჩვენ ამას ფუნქციურ ანგიოსპაზმს ვეძახით, ანუ პერიოდულად ის ვიწროვდება, პერიოდულად ის ფართოვდება და აი როდესაც ეს ხდება დროში განხანგრძლივებლად, რა თქმა უნდა, ეს იწვევს უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, იწვევს უკვე სისხლის მოქცევის მოშლას. ამას თუ დავუმატებთ მავნეჩვევებს. ხო, მავნეჩვევებს აი სწორედ თამბაქო, არასწორი კვება, შემდეგ ასევე საერთოდ არაჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი და ყოველთვის ჩვენს პაციენტებს ვუბნები, რომ ზამთარში, როდესაც ჩვენ 80%, 70% ვატარებთ, ანუ დახურულ სივრცეში, ძალიან კარგია, რომ გავიდეთ ჰაერზე, ვისუნთქოთ ჟანგბადი, რომ თავის ტვინს მაქსიმალურად, რითაც ჩვენ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი, ხო, უფასოა ჟანგბადი, შეგვიძლია, ანუ მაქსიმალურად მივეხმართ იმისათვის, რომ ვიყოთ ბუნებაში, მივიღოთ სუფთა ჰაერი, რომ თავის ტვინი მოვამარაგოთ ჟანგბადით. და შინაგანი ფაქტორებზეც მინდა აქვე გავამახვილო ყურადღება, რა თქმა უნდა, შინაგანი ფაქტორები უპირველეს ყოვლისა ეს არის ის დაავადებები, რომელიც აქვს ადამიანს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა პირველ ადგილზე მაინც გულ-სისხლის სისტემის დაავადებები მოდის და ასევე პოსტოპერაციული ჩარევები, რა თქმა უნდა, ასევე გულზეც, ანუ ღია გულის შემთხვევაში და ასევე სტენტირების, შუნტირების და სხვადასხვა პრობლემების დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს საძილე არტერიებს. ასევე ისეთი დაავადებების დროს, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შეიძლება იყოს ასევე პრაქტიკულად ქონია გამოვლენილსაც დიფუზური ჩიყვის დროს და ფარისებრი პათოლოგიის დროს ხდება კომპრესია საძილე არტერიებზე და ესეც მნიშვნელოვნად აფერხებს თავის ტვინს სისხლის მოქცევის მოშლას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თრომბოფლებიტები, ანუ ქემოკიდურების და ანუ ვენების დაზიანებები, ვარიკოზული პრობლემები და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ბოლოსთვის შემოვინახე ესეც საყვარელი, ესე ვთქვათ, ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი დაავადება ეს არის ათეროსკლეროზი, რომელიც ამ ყველა აი ამ დაავადებებს უცნაური შეფერება ათეროსკლეროზისთვის საყვარელი დაავადება. არა, იცით როგორი, ანუ ჩემთვის ეს არის ის მეტად უფრო საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თვითონ აი ამ დაავადებას და ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ დაავადებების გართულებას წარმოადგენს. ერთ-ერთი არის სწორედ
ოჯახური დისლიპიდემიაც, რომელიც შეიძლება არ იყოს, როგორც პირველადი იყოს. იმიტომ რომ სწორედ აი ამ დაავადებების რაც ზემოთ ჩამოთვლილი იყო, ყველა აი ამ დაავადებების თითქმის 100% გართულებას წარმოადგენს ათეროსკლეროზი და სწორედ ათეროსკლეროზის გართულება შემდგომში სწორედ აი ამის გამო ვითარდება ბევრ შემთხვევაში სიზარგშიგნით სწორედ დაზიანებები და შეფერხება თავის ტვინში, გამტარებლობის დარღვევა თავის ტვინში და ვითარდება ცერებრალურ სისხლისმოქცევის მოშლავსა ჩვენ ცერებრალურ დისხემიას ვეძახით და აი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომაც ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის ძალიან აქტუალური და გულსიზარღვთა პათოლოგიების სიაში. კონტროლალი ჩვენ რადიო მსმენელი გველოდება და მოდით მოვისმინოთ მისი კითხვა. გამარჯობა. გამარჯობა ძირფასო თქვენი მუდმივი მსმენელი ბატონო სერგო ლალისაც მივესალმები ქალბატონ ლალით 80 წელს მივახციე და გასულ წელს ზაფხულში მარტო ხელა ვარ და ხამე ავდექი უცბად და გონება თავი გამეთიშა ეს ცხოვრებაში მოხდა პირველად დავეთი მე თვითონვე დამიბრუნდა გონება და ავდექი თავი გამეთიშა რას გულისხმობთ გონება და კარგეთ დეპრესად ღებულობ და საერთოდ არც ისე მაღალი წნევა მაქვს, მაგრამ მუდმივად ვღებულობ საღამოთი წნევის დამწევს. ქალბატონო ლალი, აი ეხლა მომენტში თითქოს თავი გამეთიშება მომენტში თითქოს მეთიშება უცბად გამოდრავდები და გონება დამიბრუნდება კისერი მაწოხებს კისრის ოსტეოქონდროზი მაქვს ახლა ზაფხულში წნევა დამეცემა 70-მდე 80-მდე და ოქსიბრალი გამომიწერა მე გლაუკომიანი ვარ თვალის ექიმა და როგორ მივიღო როცა დაბალი წნევა მაქვს ოქსიბრალი როგორ შეიძლება მივიღო? დიდი მადლობა კითხვებისთვის. რამდენიმე ტიპის კითხვა იყო და რჩევები მივაწოდოთ უბრალოდ რადიოს მენელს როგორ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძირითად პრობლემას აუცილებლად ამ შემთხვევაში პაციენტმა ამ შემთხვევაში ქალბატონმა უნდა გამოიკლიოს და უნდა სპეციალისტთან პირველ შემთხვევაში საერთოდ ჯანდაცვის სისტემის რგოლის მიხედვით ან ოჯახის ექიმა აუცილებლად პირველი რგოლი ეს არის უნდა ზუსტად სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს ეს თავბრუსხვევას და ეს ვარდნა რის გამო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს როგორც რამე თერაპიული დაავადების ფონზეც, ასევე შეიძლება იყოს ნევროლოგიური და ასევე შეიძლება იყოს თუნდაც გამოწვეული ოტოლარინგოლოგიური პრობლემიდან. თუ რა თქმა უნდა და ასევე ზემოთ ჩამოთვლილი აი ეს დაავადებები, რომელზედაც ახლა კონკრეტულად არ იყო აქ დასახელებული, თუ აწუხებს რა თქმა უნდა ამ დაავადებების პრევენცია უნდა მოხდეს, აუცილებელია და ამის შემდეგ მე პაციენტს შეიძლება ვუთხრა რომ არის თავის დროში თუ რა თქმა უნდა დადასტურდა რომ ეს არის ნევროლოგიური თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა ნევროლოგიური პრობლემით რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უნდა იყოს ასე ვთქვათ ზუსტი დიფერენციაცია ნევროლოგიური პრობლემის არის ისეთი თავის დროში სისხლისმოქცევის სუბკლინიკური ფორმები როდესაც ადამიანს პერიოდულად შეიძლება კონდეს მცირე შეტევები, რომელიც ზოგადად გარკვეული ცხოვრების მანძილზე არ გამოვლინდეს. ამიტომ თუ ამას ადგენს რადიოლოგიური კვლევები, თავის დროს კომპიუტერული ტომოგრაფია, MRI, ანუ მაგნიტურეზონანსური კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ჩანს მინიმალური ეს პატარა დაზიანებითი კერები, ჩვენ ლაკუნალურ ასეთ გლიოზურ კერებს ვეძახით, 5-8 მილიმეტრის შეიძლება იყოს და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა. ესე ძალიან ძნელია ზოგადად. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, კი, ეს არის გამოსაკვლევია თავის სიზარღვები და ეს მართლა შესაძლებელი იყოს სოციალური პრობლემა და იგივე გონების კარგვის მომენტი, იგივე თავბრუსხვევის მომენტი შეიძლება იყოს ტვინის გარეთა პათოლოგიები, მათ შორის გულსიზარღვთა სისტემის გულის გარდამავალი არითმია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იყოს დადგენილი. რა თქმა უნდა იყოს დადგენილი, თუ ახლავს მას სხვა რამე პათოლოგია, აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული ეს პათოლოგია, პაციენტი ახლა მას არ აქვს ჰიპერტენზია და პირიქით, ეს არასტაბილური არტერიული წნევები აქვს, პერიოდულად ქვევით ჩამოდის და შემდეგ მხტუნავი ტიპის არის და რა თქმა უნდა იყოს დადგენილი ზუსტი მიზეზი კი რა არის.
დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ დაახლოებით 2 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის ამოწურვამდე, წუთ ნახევარი უკვე მანიშნებენ. ამ ძალიან მოკლე დროში თუ შეიძლება დავასახელოთ ყველაზე საინტერესო სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლად და ზოგს გონია რომ ეს სიმპტომი არაფერია, გარდამავალია, მაგრამ სასიგნალო რა უნდა იყოს, რომ დროულად მიმართონ ექიმს. კი, ანუ კლინიკური თვალსაზრისით თავისთავად სიცოცხლის მოქცევის მოშლა, ანუ როგორც ჩვენ ახლა ზემოთ აღნიშნეთ, არსებობს ასეთი სუბკლინიკური ფორმები, რომელიც შეიძლება პერიოდულად გამოვიდეს თავის ტკივილით, პერიოდულ თავბრუსხვევებით, როგორც წესი, ანუ მოსახლეობის ძალიან მაღალ მაჩვენებელს აქვს ერთჯერადად, შეიძლება იყოს 50% ერთჯერადად, მაგრამ შემდეგ მას ერთი წლის მანძილში კვლავ ახლავს თავბრუსხვევების მეორე ეპიზოდი. ასევე შეიძლება იყოს ღებინება, გულისრევის შეგრძნებები, შეიძლება იყოს გაბუჟებითი, შეიძლება იყოს ემოციური სფეროს მოშლაც ანალოგიურად, შეიძლება იყოს დემენციაც, ან ასაკობრივი ან სიზარღვოვანი კი. უასუსტობა შეიძლება იყოს გამოწვეული. არსებობს ტრანზიტორული ფორმები, რომელიც 24 საათში აღდგება. ეს არის ძირითადად დამოკიდებულია თავის ტვინის არტერიების რომელ ზონაში გვაქვს პრობლემა და ეს დეფიციტი, ნევროლოგიური დეფიციტი გამოწვეული პარეზით, ხელის და ფეხის, შეიძლება იყოს ნახევარი მხარე, ანუ ჰემიპარეზი, ან შეიძლება იყოს გაბუჟებები, ჰემიჰიპესთეზიები, ანუ გრძნობელობის დარღვევა ნახევარ მხარეს, ან შეიძლება იყოს ფეხებში, ან კიდურებში ორივე, ან პარაპარეზები, ან მონოპარეზების სახით, შეიძლება იყოს სახის ფორმის, ან სახის ჩართვაც, კუნთების ჩართვაც შეიძლება იყოს, ან სახის სიმეტრიის დარღვევით შეიძლება გქონდეს და ეს 24 საათში აღდგება, რა თქმა უნდა. და არის მწვავე ფორმა, რომელიც და ქრონიკული, ან მწვავე ეს არის შეტევითი, ეს არის ინსულტი, რასაც ჩვენ 24 საათის შემდეგ ანუ ეს დეფიციტი აღარ აღდგება და ქრონიკული ეს არის უკვე დისცირკულაციური ენცეფალოპათია, ეს არის პირველი, მეორე, მესამე ხარისხის და სწორედ აქ ახლავს აი ესეთ თავბრუსხვევები, რომელსაც აქვს არასტაბილური ხასიათი, თავის ტკივილი და ის ნევროლოგიური დეფიციტი, რომელიც უკვე დროში ხანგრძლივდება. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში გავაგზავნებთ აუცილებლად საუბარს. დღეს ჩვენ საუბრობთ ზოგადად საკითხზე, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ქალბატონი ლალი მჭედლიშვილია ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წუთში აუცილებლად აგიბრუნდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მას როგორც შეგვირდით, გრძელდება ჩვენი გამოშვება ქალბატონ ლალი მჭედლიშვილთან ერთად. საუბრის თემა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ქალბატონ ლალი, არ შეიძლება რომ რადიომსვენელების კითხვები დავტოვოთ უყურადღებო და სხვათა შორის ძალიან საინტერესო კითხვებია და ეს კითხვები დაგვეხმარება გარკვეულწილად იმ პასუხების გაცემაში, რაც გვინდოდა ისედაც დღეს. ყურებში მუდმივი შუილი შეიძლება თუ არა თავის ტვინის სისხლძარღვობის პრობლემის შედეგი იყოს. რაც შეეხება სწორედ ჩვენ გქონდა საუბარი, ანუ შუილი, ეს არ შეიძლება მარტო განყენებულად თუ ვისაუბროთ კონკრეტულად ამ პრობლემაზე, ტინიტუსი ქვია ამას ზოგადად, შეიძლება იყოს რა თქმა უნდა უფრო მეტად ეს შემთხვევა, ეს არის უფრო ოტოლარინგოლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ სწორედ თავის ტვინში და სწორედ ყურში მდებარეობს ჩვენი წონასწორობის ორგანო, კი აპარატი, რომელიც აღექვამს პირველ სიგნალს, სწორედ იქ უნდა მოხდეს მისი გადამუშავება. ანუ ჩვენ როგორ ვთქვათ, რა ფორმაში ვარ, წევარცი ვართ, ანუ რა პოზიცია გვიკავია, სწორედ ის აფიქსირებთ თუ სტატიკურ, ანუ გაჩერებულ. და აქედან გამომდინარე, თუ იქ არსებობს გარკვეულად ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, იყოს დიფერენციაცია გაკეთებული, ანუ ოტოლოგიური პრობლემებისაგან. თუ რა თქმა უნდა, ეს გამოირიცხა იგივე სმენის ნერვის დაზიანებები, იგივე იქ მიმდებარე ანთებითი პრობლემებიც უნდა იყოს გამორიცხული. თუ რა თქმა უნდა, ეს გამოირიცხა შეიძლება ანალოგიურად სისხლძარღვოვანი ფუნქციურ სპაზმაც გამოიწვიოს. ალბათ უნდა ვახსენოთ, რომ ხერხემლის არტერიის ტოტები კვება სწორედ ყურის აპარატში, შიგნითა ყურის აპარატს და შესაძლებელია იყოს რეალური მიზეზი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ხომ უნდა მოხდეს აუცილებლად დიფერენციაცია, რომ არ იყოს ოტოლოგიური პრობლემები, ანუ ყურიდან გამოწვეული. ბაბუას, რომელიც 68 წლისაა, ძალიან გაუარესთა მეხსიერება. ნევროლოგმა გვითხრა ეს ასაკობრივია და თავის ტვინის სისხლძარღვობის ათეროსკლეროზის გამო განვითარდაო. ასაკთან ერთად აუცილებლად გაუარესდებაო. მართლა განუკურნებელია ეს პრობლემა, თუ არსებობს რაიმე ისეთი საშუალება, რომელიც შეაჩერებს პროგრესირებას ამ დაავადების. ასაკობრივი ჭკუასუსტობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ასაკოვან პაციენტებში. ანუ
ფაქტიურად 68 წლის ასაკში 68 წელი ზოგადად მაინც მე არ თვლი ახლა იმიტომ რომ ყოველი 80-90 წლამდე ასაკის პაციენტები საკმაოდ კარგი მეხსიერებით ანუ აქ აუცილებლად გამოსაკვლევი არის პრობლემა არის გამოც მოხდა ეს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ესე ვთქვათ პროგრესი დინამიკაში ანუ უარყოფითისაკენ ანუ მაქსიმალურად შევამციროთ რა თქმა უნდა თუ ეს არის ათეროსკლეროზი უნდა ვუმკურნალოთ ათეროსკლეროზს რა თქმა უნდა აქაც ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმიტომ რომ იგივე ეს პრეპარატები საკმაოდ ანუ შეიძლება გორდითი მოქმედებებით ახასიათებს ამიტომ აუცილებლად ჭირდება ექიმთან კონსულტაცია და განუკურნებელი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ მდგომარეობა სტაბილურად დავტოვოთ და არ გავაუარესოთ ანუ ამის შესაძლებლობები არსებობს რა თქმა უნდა სწრაფი ადგომის დროს მაქვს ხოლმე ძლიერი თავრუსხვევა რაც მაქსიმუმ 20-25 წამი გრძელდება და შემდეგ თავისით გაივლის საკიფათოა თუ არა ეს მოვლენა დიახ ანუ თავრუსხვევა ზოგადად საკმაოდ საინტერესო და ძალიან ესე ჩემთვის საყვარელი ესე ვთქვათ თემა ზოგადად და იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არ არის რაღაცა შევჩერდები აქვე თავრუსხვევაზე ეს არ არის რაღაცა კონკრეტული დაავადება ეს არის სიმპტომა კომპლექსი და ილუზიურ შექმნება აქ ადამიანს რომ ვარდება სადღაც ეცემა რაც შეეხება თავრუსხვევასაც ანალოგიურად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორია ანუ მწვავე არის ქრონიკული არის და თუ ეს არის მწვავე თავრუსხვევა როგორც პაციენტი აღნიშნავს ამას ეს არის პოზიციური თავრუსხვევა ჩვენ ამას ეს პოზიციურ ვერტიკოს ვეძახით ხოლმე და რა თქმა უნდა აქაც უნდა იყოს დიფერენცია რაც უფრო მწვავეა თავრუსხვევა აქ უნდა ვეძებოთ ვთქვათ უფრო სხვა მიზეზით რა თქმა უნდა სიზარღვოვანი თავრუსხვევები აქვე დაკონკრეტები უფრო გახანგრძლივებულია დროში და პერიოდული გამწვავებით ხასიათდება რა თქმა უნდა ახლავს ასევე მას იგივე წინ ახლავს გიპერტენზიული კრიზები ან ეს წნევების ცვალებადობა ან რომელიმე ძირითადი დაავადების გამწვავება იგივე შაქრიანი დიაბეტის დროს იგივე ჰორმონალური დარღვევების დროს და ასე შემდეგ და რაც შეეხება ამ მდგომარეობის შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ ეს ხანგრძლივობა ყველაზე ანუ თავბრუსხვევა როგორც ესეთი არ იწევს ანუ მისი გართულება მთხოვს ვარდნა და ტრავმა ამიტომ რომ არ მოხდეს ეს ტრავმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და გამოიკვლიოს დედას თავის ტკივილების გამო გაუკეთეს თავის ტვინის კომპიუტერი და ექიმა გვითხრა რომ პატარ-პატარა ინსულტებია გადატანილი შეიძლება თუ არა მართლაც ადამიანმა გადაიტანოს ინსულტი ისე რომ ვერ მიხვდეს და ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ამაზე ეს არის სუბკლინიკური ფორმები როდესაც მე მინდა შევახსენო მაყურებელს სამსმენელს რომ შეიძლება იყოს როგორც გიპერტენზია ხანგრძლივებულმა გიპერტენზიამაც ასევე ვთქვათ დაუვარწნელი ესე ვთქვათ ეს აჩეჩილი გიპერტენზია ან როდესაც ეს წნევების ცვალებადობა ან არასწორად სოს პრეპარატს ან ვთქვათ არ არის მისი დაავადებებისთვის ძალიან ბევრი პრეპარატებია დღეს ბაზარზე და ანუ სწორად უნდა შეერჩეს რომელი ჯგუფის პრეპარატი სჭირდება მას ძალიან ძირითადი დაავადებებიდან და ასევე გართულებული დაავადებებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა და ასევე დაბალი გიპოტენზია მათ შეიძლება დროთა განმავლობაში პატარ-პატარა ლაკუნარული კერები დროთა განმავლობაში გააჩინოს თავის ტვინში განავითაროს და რა თქმა უნდა შესაძლებელი ამიტომ აქ სავარაუდოდ იქნებოდა რაღაცა უმნიშვნელო სიმპტომები რომელსაც არ მიაღწიეს სიმპტომები თუ არსებობს ნევროლოგიური სიმპტომები იქნებოდა რა თქმა უნდა თავის ძლიერი გადახრის ან მოტრიალების დროს მეწყებოდა ხოლმე თავბრუსხვევა ჩემი მეზობელი თერაპევტია და მირშია სილზარღვების გამოკვლევა და აღმოჩნდა რომ თავის სილზარღვების დაზიანება მაქვს მითხრეს ფოლაქებია და ოპერაციით უნდა მოვაცილოთ რამდენად სახიფათოა ეს მდგომარეობა და ოპერაცია რა რისკებთან არის დაკავშირებული ეთით აქაც არის რახან ეს არის დაკავშირებული ანუ პოზიციის ცვლილებასთან აქ დაახლოებით საუბარია როგორც ხერხემლის პრობლემებთან ანუ მოტრიალების დროს და პოზიციის ცვლილებასთანაც და რახან ეს აქ ათეროსკლეროზია საუბარი აქ აუცილებლად უნდა იყოს რადიოლოგიური გამოკვლევა ჩატარებული და სწორედ უნდა იყოს დადგენილი რა ზომის არის
ეს უკვე ნეიროქირურგიის და ანგიოქირურგიის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარებლის და რისკის ჯგუფის არსებობა. ანუ რამდენად რისკია, კრიტიკულია, რა თქმა უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ სხვა რადიკალური მეთოდი ამ შემთხვევაში არ არსებობს სამწუხაროდ. 25 წლის გოგოს დაუდგინა თავის ტვინის მალფორმაციის დიაგნოზი, ეს ცალკე სილზარღვოვანი პათოლოგია. ამიხსენით ნორმალურად რას ნიშნავს და როგორ ვუმკურნალოთ და რამდენად სარისკოა ეს დიაგნოზი? მალფორმაციის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია რამდენად რისკ ჯგუფს ქმნის თვითონ გართულების თვალსაზრისით მალფორმაციას. თუ რა თქმა უნდა რისკ ჯგუფია და სიცოცხლისათვის ეს საშიშია, ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ჩატარდეს ნეიროქირურგის მიერ კონსულტაცია და ოპერაციის ნეიროქირურგმაც უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა. და უნდა იყოს გამოკვლევები, რადიოლოგიური გამოკვლევები და იმის დამხოდით უნდა დადგინდეს. თავის ტკივილი, რომელიც ხშირად არის პულსირებადი და ძლიერი, შეიძლება თუ არა სილზარღვებს უკავშირდებოდეს, რა კვლევები უნდა ჩავითაროთ და მირჩიეთ. მოდით ეს კითხვა გავერთიანოთ ჩემს შემდეგ შეკითხვაში, რადგან დრო მაქსიმუმ დაგვრჩა 4, ყველაზე დიდი 5 წუთი და მინდა რომ ჩავეტიოთ ამ დროში. ნეირორადიოლოგია, დიაგნოსტიკა თავის ტვინის სილზარღვოვანი პათოლოგიებისა. რა როლი აკისრია ნეირორადიოლოგიას, მათ შორის თავის ტვინის სილზარღვების ულტრაბგერით კვლევას, როგორ ტარდება, რა ინფორმაციას გვაწვდის, დღეს რის საშუალებაა საქართველოში? აი ამ ბოლო დარჩენილ წუთებს დაგითმობთ და ვეცდები მივიღოთ საინტერესო პასუხები. მადლობთ. ესე იგი, რადიოლოგიის განვითარებამ ზოგადად, ანუ მედიცინის აპარატურის განვითარებამ, იგივე ეხოსკოპის აპარატების განვითარებამ და ზოგადად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარებამ, იგივე ანგიორეჟიმის წარმოქმნამ, იგივე დოპლეროგრაფიამ საშუალება მოგცა იმის, რომ ჩავატაროთ პრევენცია და არ მოხდეს შემდგომში ის გართულებები და ის დაავადებები და ის ასე ვთქვათ პრობლემები, რაც ახლავს სიზარღვოვან პათოლოგიებს თავის ტვინის ცერებრალურს. სწორედ ერთ-ერთი ეს არის ძირითადი, რაც ტარდება, ეს არის კომპიუტერული მაგნიტორული ტომოგრაფია, ეს არის მაგნიტორეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ანგიორეჟიმით და თავის ტვინის სიზარღვების დოპლეროგრაფია. ეს არის ჩვენ კონკრეტულად ახლა შევჩერდებით თავის ტვინის სიზარღვების გამოკვლევაზე, რამე თუ ჩამოთვლილ ყველა იმ დაავადებიდან, ძალიან მე მინდა პრაქტიკულად ვისაუბროთ პაციენტებსაც ეს პრობლემა აწუხებს. იგივე გულსი დათვა სისტემის დაავადების დროს ყველა პაციენტს უკლებს, რომელსაც აქვს ჩატარებული შუნტირება, რომელსაც აქვს სტენტირება ჩატარებული, იმიტომ რომ ეს ყველა ძირითადი პრობლემა მოდის ათეროსკლეროზიდან, აუცილებლად ჭირდება დოპლეროგრაფია. ანუ ეს არის ექსტრაკრანიალური მაგისტრალური სიზარღვების გამოკვლევა, იმიტომ რომ ათეროსკლეროზული ფოლაკი თავისი ასე ვთქვათ ევოლუციით, ანუ თუ ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში უკვე პატარ-პატარა ჩანართები ჩნდება და პირველი უფრო მეტად სამწუხაროდ აზიანებს ჯერ გულსის დათვა სისტემას და შემდეგ ანუ თავის ტვინის სიზარღვებს. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს იმისაც, რომ მოხდეს პრევენცია შემდგომში, ავიცილოთ თავიდან თავის ტვინის ინსულტი და ინფარქტი. ეს ერთი. და აქედან გამომდინარე, ეს გამოკვლევა სწორედ ემსახურება თავის ტვინის სიზარღვების დოპლეროგრაფიას. ეს კვლევა არის ძირითადად უსაფრთხო, რა თქმა უნდა, კეთება ეხოსკოპის აპარატის საშუალებით, არ ჭირდება არანაირი მომზადება და ფაქტიურად ანუ არის როგორც ორგანული კვლევა, ანუ ორგანულად ხვდებით, ხედავთ ჩვენ ამ ორგანოს, ასევე ფუნქციურად ვაფასებთ, ანუ როგორ მუშაობს სიზარღვები, დიახ, სიზარღვის ფორმას, ზომას, ხომ არ არის იქ პათოლოგიური მდგომარეობა და ასევე მის მუშაობას, ასევე ვნახულობთ შიგნით ხომ არ არის რაიმე დაბრკოლება. რიგ შემთხვევაში სწორედ ტრანზიტორული შემის ერთ-ერთი შედეგი არის არსებული ათეროსკლეროზული ფოლაკები, რომელიც ესე ვულკანიზებულ ისურის თავის ტვინში პატარა მიკრო თრომბებს განსაკუთრებით, როდესაც ხდება მაღალი არტერიული წნევა წნევის დროს და ვითარდება პატარ-პატარა შემიური უბნები და ასევე სწორედ შეიძლება მოხდეს დიდი შეტევაც, როდესაც არის ათეროსკლეროზული ფოლაკი, რომელიც არის კრიტიკული და იწვევს სიზარღვების სტენოზს.
და უნდა მოხდეს სტენოზის დადგენა, რა თქმა უნდა, რახან ჩვენ უფრო პრაქტიკულად საუბრობთ, რა ხდება ძირითადად უფრო პრაქტიკაში. რაც შეეხება ინტრაკრანიალურ დოპლეროგრაფია, რომელსაც ჩვენ ტრანსკრანიალურ დოპლეროგრაფიას ვეძახით, ის მიუხედავად რომ ორივე თავის ტვინს ეკუთვნის, ანუ ეს არის გარეთ სიზარღვები, ანუ სანამ თავის ტვინში შევა და თვითონ ტვინში უკვე თავის თვითონ ადამიანის ორგანიზმის ავენიორად არის მოწყობილი, როდესაც მარცხენა ნახევარს აქვს პრობლემა, მარჯვენა ნახევარი ეხმარება მას. ანუ იქ არის ეგრეთ წოდებული ვილიზის წრე, რომელიც აერთიანებს ამ სიზარღვებს ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე დეფიციტს ავსებს მეორე სისტემიდან. და სწორედ ინტრაკრანიალურ დოპლეროგრაფიის დროს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ინტრაკრანიალურ დოპლეროგრაფია, ეს არის უფრო მეტად ფუნქციური კვლევა. ანუ ნახულობთ რა სიჩქარით მოძრაობს, გარკვეულწილად დამოკიდებულია ძვლის სიმკვრივეზე, საშუალებას გვაძლევს უფრო კონკრეტულად ნახოთ ასევე ფორმების, რა თქმა უნდა. და შევაფასოთ, ანუ მიწოდებული სისხლი, გულიდან გადასროლილი სისხლის მანძილი, ანუ რა ნაკადი გაედინება, ანუ გარეთ არტერიებში და რა ნაკადი შედის ის შიგნით არტერიებში. ხომ არ არის, აი სად არის დაბრკოლება და იმის დამიხედვით უკვე კლინიცის, ანუ ნევროლოგს უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია და დავეხმაროთ და ასევე პაციენტსაც, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება დიაგნოსტიკისათვის და შემდეგ დაავადების მართვაში. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი არის ცალსახა, რომ თუ ადამიანს, რომელსაც გარკვეული რისკი გააჩნია თავის ტვინის სიზარღვოვანი პათოლოგიების განვითარებისა, ნებისმიერი სიმპტომი გამოუვლინდა, რომელიც შესაძლებელი ერთი შეხედვით არ იყოს მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ სიმპტომის იგნორირება. დროულად ექიმთან ვიზიტი და თანამედროვე ნევროლოგიას გააჩნია ბევრი ისეთი საშუალება, მათ შორის სრულიად არატრაუმული, რათა სწორი დიაგნოზი იყოს დასმული და რაც დროულად დაისმება ეს დიაგნოზი, მით უფრო ეფექტი მოსალოდნელი მკურნალობისა იქნება ბევრად უფრო მაღალი. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მეთოდიც უნდა იყოს სკრინინგივითაც უნდა იყოს ფაქტობრივად ინტრაკრანიალურ დოპლეროგრაფიის გამოკვლევა, იმისათვის რომ ავიცილოთ და საკმაოდ ამ ბოლო პერიოდში ამ მეთოდის დანერგვა მნიშვნელოვნად შეამცირა შედარებით უფრო გართულებები თავის ტვინის სისხლის მოქცევის მოშლის თვალსაზრისით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დღეს მეგობრებო საუბრობდით თავის ტვინის სიზარღვოვან პათოლოგიებზე და ქალბატონმა ლალიმ ჭედლიშვილმა ავერსის კლინიკის ნევროლოგმა, ნეირორადიოლოგმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრ ჩვენ კითხვას გასაპასუხი. მე იმედი მაქვს მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. მადლობთ. კარგად გრძანდებოდეთ, მადლობთ ყურადღებისთვის, ერთმანეთს უკვე მომავალ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.